მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, სტუმრებო გამოიწერეთ არხი, რომ რეზონირდეს. დღეს გავაკეთებ ასე, 4 დღის კარტი, გადმოვარ და მოდი, ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა. იმპერატორი მოდის უყურეთ, ან ვიღაცა გეხმარებათ, თქვენ საქმეში, მამაკაცებო, თქვენ თვითონაც შეიძლება მაღალ ინსტანციებზე მუშაობთ და ძალიან დიდი გამართლება იქნება. უყურეთ მთვარე, მაინც თავისას აკეთებს, ახლა გუშინ სავსე მთვარე იყო, ხვალე არის ახალი მთვარე. უყურეთ, რეები ხდება, თქვენი პირადი ცხოვრება, რა კარები გაიღება. უყურეთ, რა კარები გაიღება. აქ ნამდვილად არის ქალბატონებო, რაც თქვენ გააკეთეთ და რაც შეიძინეთ, იშრომეთ, თქვენი ნამოღვაწარი, ხო? აი ამ ყველაფერში, ხო? დაგიფასდებათ, ახალი კარებები გაიღება, თვითონ სამყარო იერაფანტი, აი უყურეთ, სამყარო გეხმარებათ, ნახეთ, ვინც ლოცულობთ ანუ შეისმინეს თქვენი ლოცვა ვედრება და ადრე თუ ჩაკეტილი იყავით ყველაფერში, ადიხართ მაღალ საფეხურებზე, ღმერთო ჩემო, მეფე კვერთხებიც, ნახეთ, როგორი თქვენი მამაკაცები გაიწევიან, დაწინაურდებიან, თქვენ გოგოებო დაგეხმარებიან, თქვენ საქმესთან დაკავშირებით, თქვენ შრომასთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, მიხვდით ხო? ძალიან დიდ გაწევას, გარღვევას გააკეთებთ ცხოვრებაში. 1 კარები, 2, 3, 4, 4-ვე კარები გაქვთ ღია, 4-ვე კარები, უყურეთ. კი, ოჯახში 10-იანი პენტაკლი. იმპერატორი შემოდის თქვენს ოჯახში, ან დასახმარებლად, ეს რაც ფინანსებთან დაკავშირებით გზები იყო ჩაკეტილი, ბლოკები იდო, გაიღება, 6-იანი კვერთხები, 6-იანი ხმლები კვერთხებად გადაიქცევა, მოგისმენენ, უყურეთ, მამაკაცებო, თქვენც და გოგოებო, თქვენც მამაკაცი მოგისმენთ, ხალხი ისევ ახალი დაწინაურება, ანუ ვინც ესე იგი ჩაკეტილია, ვინც იზოლაციაშია, ხო? ის გამოდის ნებისმიერი შეკავებული და დაკავებული სიტუაციიდან. ვისაც ესე იგი ახალი სივები გაქვთ, ან ახალ სამსახურს ელოდებით, ხო? აუცილებლად მიაღწევთ გამარჯვებას. აი ორი აზრი რო არ არსებობს, აქ იცით რა არის? ცოტა ჩაგძახებენ, აქ ქალბატონი ამოდის, გოგოებო, თქვენზე, შეიძლება დედამთილია, შეიძლება მულია, დედაც შეიძლება იყოს, ჩაგძახებთ რაღაცეებს, რომ არ გაიმარჯვოთ, რომ გზები ჩაგეკეტოთ, მიხვდით ხო? მაგრამ რა არის, იცით? ძალიან აი ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანია, ეგრევე ჭრის ყველაფერს, მიხვდით ხო? და აი ცოტა რაღაცა გთარსავთ. არ მოусმინოთ, გააგრძელეთ თქვენი გზები, ამას მაინც ესე იგი უკან უბრუნდება ყველაფერი, ძინავს თუ ღვიძავს, თქვენზე ფიქრობს, როგორ გაგანადგუროთ თქვენი ოჯახში ფინანსებზე, თქვენს ფინანსებზე აქვს თვალი დადებული, ვერ ისვენებს, მოკლედ. ბიჭებო, თქვენ სიტუაციაშიც იგივე შემიძლია ვთქვა. გამარჯვება გაქვთ, მგზების გახსნა გაქვთ, გამარჯვება გაქვთ და ნამდვილად, ესე იგი, რაც იშრომეთ, აი ამ ლაბირინთიდან გამოდიხართ, აი ამ 4-იანი ხმლებიდან, აი ამ სათვალეს მოიხსნით მაგ თვალებიდან, რა თქმა უნდა, სამყაროს ზემოთ ნახეთ რა ტაროებია, სამყაროს დახმარებით, აი აქ პიროვნება, მამაკაცებო და ქალბატონებო, ყველა კარები გაიღება, ნახეთ როგორ უკვე ადრე თუ წვალობდით, ეხლა ნახეთ თითქმის ცხენის ძალა მოგეცათ, რომ აი ამ ლაბირინთიდან გამოხვიდეთ. აუცილებლად გამოხვართ ამ სიტუაციებიდან, აუცილებლად არ შეგეშინდეთ, ქალბატონებო, თქვენ სიმდიდრე გელოდებათ, ისევ შეიძლება მამაკაცების დახმარებით, შვილების დახმარებით, მამაკაცის სქესის დახმარებით, ნახეთ უკან როგორ კიდე პატარა ჯუჯებია, ანუ აქაც
ასე ვთქვათ, ჯუჯები გეხმარებიან, აქ მარტო ანგელოზები არ გვეხმარებიან, ჩვენ გვეხმარებიან, ყველაფერი და ყველა რაც უხილავია, ისიც კი გვეხმარება. ფინანსები, ვინც ელოდებით, აუცილებლად იქნება, გარღვევა გექნებათ და აი ბოლოს დავხედე, ნახეთ რა არის უყურეთ 6-იანი თასები. ხო ვთქვი, ისევ მოგისმენენ მეთქი და ისევ გაიმარჯვებთ. აი უყურეთ რა, ისევ გაიმარჯვებთ, გამოდიხართ აი ამ ჩაკეტილი სიტუაციიდან, გააგრძელეთ ძებნა, ვინც კარიერას სამსახურს ეძებთ, ვინც მუშაობთ, ხო, ახალ სამსახურში გადადიხართ და აი ეს კარებები გაგეღებათ და ოჯახში დილია გექნებათ, ჩემო კარგებო და ნახეთ თქვენ შვილებს ზემოდან ლოცავენ, მოკლედ აი შემაჟრიალა სიხარულისგან. ამინ, აი 100%-იანი გამარჯვება გაქვთ, 100%-იანი გამარჯვება გაქვთ, არ ინერვიულოთ. ნუ ნახეთ მთვარე მაინც თავისას შრება, მადლობა. ეხლა მოდით ნახოთ თქვენი ფორტუნა, თქვენი ფორტუნა, ვისაც დაკარგული გქონდათ, როგორ დაბრუნდება ეს მეორე დღე, როგორ დაბრუნდება, რას იზავს, რითი გაგახარებთ, რითი დაგლოცავთ, რას გაჩუქებთ, ხო? სამყარო, თქვენი ფორტუნა. გოგოებო, აი თქვენ ამოხვედით თასების დედოფალი, ძალიან ლამაზი, ძალიან მომხიბვლელები, მოსიყვარულე ადამიანები, უყურეთ სიყვარულს ელოდებით, ან მგზავრობა გელოდებათ, გადაადგილება გელოდებათ. აქ მამაკაცი ამოვიდა, რომელიც ესე იგი, რომელსაც არ უნდოდა თქვენი წინ წაწევა ცხოვრებაში, თქვენ ფორტუნაზე აქ თვალი ქონდა დადებული, რომ ესე იგი ლოდინის ან ის ელოდება თავის რაღაცებს მახინაციების შეასრულა აქ მაგიური წყევლები და ასე შემდეგ და ელოდება ეხლა როგორ გამოუვა სიტუაცია, რომელიც დღემდე აქტიურია, მტერს არასდროს არ ძინავს, ხო? თან რო ვიძახი ხოლმე რიტუალებში მთვარის მანიაკები, ეს მთვარე უნდა ჩამოხსნა და ვაჩუქო მაგათ სათითაოდ რა. და როგორ არის იცით, აი თქვენ მიდიხართ მაინც წინ. კი, შეიძლება აქ დიდხანს ელოდეთ და აქ დათარსული იყავით და რაღაცა, მაგრამ უყურეთ აქ შავი ფისო რომ ყავს მე. აი ესეთი შავი ფისოა აქ უყურეთ ფანჯარაში, ნახეთ, აუცილებლად აგისრულდებათ, რასაც ელოდებოდით. თქვენი ცრემლები უკან დაუბრუნდება, შეიძლება კალდუნიც იყოს, არ გამოვრიცხავ, თქვენ ბედზე იყო დადებული, გზები ჩაგიკეტეს, მგზავრობები, გადაფრენა, გადმოფრენა, გადაადგილება, ელემენტარული სახლიდან მაღაზიაში ჩასვლა, ურთიერთობებში, აი ეს ურთიერთობებიც იყო ჩაკეტილი და ნახეთ, იხსნება ყველაფერი და თქვენი ფორტუნა გეუბნებათ, აი ეს ფორტუნა, რომ ესე იგი ბედის ბორბალიც კი დაგიჯინათ, რომ წინ წავიდეს, წინ. ეხლა ამათ აქვთ უკუსვლა ექნებათ, უკუსვლა. კი, აი ხო თქვი, არა ჯადვის, მაინც წამოსდა, მაგრამ ჯადოა. ამ მამაკაც კონკრეტულად, ესე იგი, როგორ არის, თაგმად ხარაო და კატაამოთ ხარაო, ხო? აი ეგ ვარიანტი აქვს ეხლა ამას. უკან გაუბრუნდება მტერს ეს წყევლები, საფლავზე გაკეთებულია ეს ყველაფერი ჯადოები, მადოები, ყვავები თვითონ შეჭამენ, ჯვარი რო დაადო თქვენს ფორტუნას, თქვენს ბედს, თქვენს იღბალს, ჩემო ლამაზო გოგოებო, უკან გაუბრუნდებათ. ეხლა მეორენაერად ავხსნი, მამაკაცთან გაჩხუბეს, გქონდათ გადმოხტა და უნდა და გაჩხუბეს მეთქი 4-იანი ხმლები, კი? მამაკაცთან გაჩხუბეს წარსულში, შეიძლება ძალიან წარსულიც არა და აქეთაც, მაგრამ ეს მამაკაცი როგორ არის იცით? არის შანსები, თუ ეხლა წელიწადზე მეტი არ არის, რომ მობრუნდეს, არის გაჩაღდება ცეცხლი, შეხვედრა იქნება, თქვენც ელოდებით, მაგრამ ეს მამაკაცი ნერვიულობს, ეჭვიანობს, რომ სხვა ადამიანთან ხომ არ გაქვთ დაკავშირებული თქვენი ბედი. ხო, აბა ვნახოთ კიდე ფორტუნა რას გაჩუქებთ, რას და ვის გაჩუქებთ, ესე ვთქვათ. ოხ, პრინცესა, აქ დედოფალი თასები, აქ პრინცესა, ანუ ცოტა დაბალ რანგზე მყოფი. იცით რა არის? ხო, ნამდვილად, აი, რაც
გქონდათ, აი ფორტუნა როგორ შემოტრიალდა, მადლობა ღმერთო. უყურეთ, წარსულიდან ძალიან დიდი ჩაკეტვა იყო, ლოდინის რეჟიმი იყო ჩართული, ნეგატივით ძალით, რა თქმა უნდა, მაგიის ჩარევით, შურიანი ხალხის ჩარევით, თქვენი გარეგნობაზე იყო გაკეთებული, ჯანმრთელობაზე იყო გაკეთებული, რომ გეტირათ, რომ გეავადმყოფათ, რომ საავადმყოფოში აი უცებ ოპერაცია ვინმეს გაგეკეთებინათ, მიხვდით ხო, ჩაკეტილი ეს სიმძიმე გირები გქონდათ ჩამოკიდებული, დაბლა ჩაკრებზე გირტყავენ, დღესაც გირტყავენ, გაიწმინდეთ აუცილებლად და მაგიური დარტყმები არის მოიშორეთ. აი ეს ცრემლებია, ეს ყველაფერი, აი ეს უნიათობა, მიხვდით ხო, ანუ გაცრუებები, აი პუსტა-პუსტაში რომ მიდიოდა ყველაფერი, თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი იმუნიტეტი, რაც დაკარგეს, მოგპარეს, აქ კრადნიკებია დადებული ფინანსებზე, ურთიერთობებზე, სიმყარეზე, ოჯახში სიმყარეზე, ბავშვებთან სიმყარეზე, დედაშვილურ ურთიერთობებზე, აუცილებლად გახვალთ წინ, აუცილებლად, იმიტომ რომ ორი აზრი არ არსებობს, ნახეთ, ისევ გაიხსნება ეს ყველაფერი, რაც მოგპარეს, კოპირებები გააკეთეს, ხო? თქვენნაირად ცდილობდნენ, რომ ბიჭებზეც ვსაუბრობ, რომ გაეკეთებინათ, ხო? შეიძლება ბიჭებიც ხო არიან, შვილებიც ან ისე, რომ სიმპათიური, ლამაზი ბიჭები. აი ეს ყველაფერი დაკარგული იყო. ეხლა ყველაფერი უკან ბრუნდება და ვინც ხმლით მოვიდა, რა თქმა უნდა, სამყარო ხმლითვე გაუშვებს და ჩემ ხელში ყოველთვის ასეა. იქნება იდილია, აგერ მტრედები, იქნება ახალი ნაცნობობაც იქნება, ახალი ნაცნობობა, აი ფორტუნა ბედს გაძლევთ, გადმოხდა იმპერატორი და თუ გახსოვთ, აი პირველი ტარო რო გავხსენი, დავიწყე, იქაც იმპერატორით დაიწყო. ესე იგი, იმპერატორი ასრულებს დიდ მნიშვნელობას, როლს თქვენს ცხოვრებაში, ისევ ფინანსებზე, დაკარგული ფინანსები გიბრუნდებათ, გეხმარებიან, შეიძლება კლიენტურა გყავდათ დაკარგული და თქვენი ფორტუნა ისევ გიბრუნებთ, მამაკაცებო თქვენც ასევე. ნახეთ ისევ და გოგოებო, პენტაკლების მამაკაცი მოდის, მშრომელი, ლამაზი, ტანადი, უხვი, ჯანმრთელი. აი ეს რაც იყო უსიამოვნებები, წყევლები, ხო? გაურკვევლობები, აი რო არ გესმის ადამიანს ერთმანეთის, აქ ხელის შეხებებიც იყო, იმ დონეზე წაგაჩხუბეს, აი ეს 10-იანი ხმლები, 5-იანი ხმლები, ნუ ეშმაკის ციფრია, ხო? წაგაჩხუბეს 4-იან ხმლებში, აქ ძალიან დიდი მაგია იყო, დიდი რა, შავი, კონკრეტულად შავი მაგია იყო, ეს იმის მომასწავებელია თქვენს ურთიერთობაზე, თქვენს სიყვარულში, რომ მოიშორეთ შავი მაგიის წმენდა არის ჩემთან, ჩაკრები თავიდანვე გაიწმინდეთ, გააქვთ არა გაქვთ ნეგატივი, უნდა გაიწმინდოთ ყოველ თვე. ახს დგება თქვენი ურთიერთობა, რაც დაკარგული იყო, გოგოებო, ბიჭებო. ეს კაცი რაღაცა დიდ საქმეში გაგწევთ, ან ძალიან ძლიერი პიროვნება შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც აი ყველაფერს მოგიგგვარებთ, ბიჭებო, თქვენც გეხებათ ეს. კარგით, ამინ. ეს ფორტუნაც დავაზუსტეთ, მადლობა სამყაროს, მადლობა. ეხლა გადავიდეთ მესამე დღეზე. ნახოთ, აბა კარიერა ვნახოთ, ხო? კარიერა ვნახოთ. სამსახური, კარიერა თქვენი. ოპ, გადმოვარდა თვითონ. თქვენი კარიერა როგორ იქნება. ნუ აქ თავერ ბაშნია, მარტოობა, იცით რა არის, ბევრს აქ და შეიძლება გამოგიშვეს სამსახურიდან, შეიძლება შეიცვალეთ სამსახური და არ მოგწონთ, იქ ეს ხალხი არ მოგეწონათ, მიხვდით და წამოხვედით, ესეც არის, მაგრამ უყურეთ 9-იან პენტაკლში გადიხართ სიძლიერეში, ახალი შემოთავაზებები, ანუ სამყარო რას გეუბნებათ, გოგოებო, ბიჭებო, იქ საცა არაჯობსო, გაცლა ჯობსო, ხო, ტყუილ არ არის ნათქვამი. ეს ხალხი, ეს კოლექტივი, უნდა აი ზუსტად, აი ნახეთ რა მიიქცია ყურადღება ბოლოში.
გადამგზავრება, გამგზავრება, სამუდამოდ დატოვება, მიხვდით ხო? მოგიწევთ რაღაცის, ეს ტყუილად არ ხდება, ეს სამყაროსგანაც მოხდა, რიტუალების წმენდის მერეც ხდება ცვლილებები, უნდა დატოვოთ, სადაც კოლექტივი არ ვარგა, აქ იყო შური, აქ იყო ესე იგი როგორც აი მეხი დაგეცეს თითქოს ყოველდღე ესე გეუბნებოდნენ, თქვენს ბიზნესზე უყურე, წინ წასვლა გაქვთ, სულ ფინანსები ტრიალებს აქ უყურეთ როგორ არის აქ როგორ არის იცით აი გასულელება უნდა თქვენი, მაგრამ სულიერად მაღლდებით, ადიხართ სულიერად მაღლდებით, როგორც იყავით, ისევე ადიხართ და უკვე თქვენ გზას პოულობთ, აქ მზე გიჭვრიტინებთ და გადიხართ, ნახეთ, ისეთ სიძლიერეში იმუნიტეტი, ჯანმრთელობა, თქვენი ქალურობა, თქვენი ადამიანობა გიბრუნდებათ უკან. ხო, აბა ეს ვნახოთ, რა სტოვებთ, კიდე რა სტოვებთ, აი ეს 10-იანი კვერთხები, ნუ აქ ზოგს ძალიან ბევრი დედმამიშვილებთან სისხლით ნათესავები დაჯდა ბრძოლა გადაიტანეთ, ჩემო კარგებო და როგორ არის იცით, განმარტოვდით, მარტო გახვედით და ჩამოგაგდეს საფეხურებიდან და ვინც ჩამოგაგდეს საფეხურებიდან, ხო, აქ მამაკაციც ჩამოაგდეს და მამაკაცმაც ჩამოგაგდოთ, აი ესეთი ვარიანტია. თქვენ შვილებსაც შეეხნენ, მიხვდით ხო? თქვენი სულიერება, თქვენი სიმშვიდე, თქვენი ენერგეტიკა უნდა. შეიძლება ეს მამაკაცი არის ენერგო ვამპირი, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მოდის აი ეს მამაკაცი, უყურეთ, ვისაც დაშორდით, ხო? ეს კარგი იყო და მოდის ახალი ურთიერთობა მოდის, უყურეთ, ანუ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებითაც ვინც ხელი შეგიშალათ, სისხლით ნათესავზე მეტი მტერი არც გინდათ, ხო? გადადიხართ, ახალს პოულობთ, ადიხართ საფეხურებზე და ახალ სულიერებას იძენთ. კი, ნახეთ, დედოფალი, პენტაკლების დედოფალი, ნახეთ ისევ ეს ნულიდან შეიძლება ბევრმა დაიწყოთ, მაგრამ არაუშავს კი არა და ზოგჯერ კარგია და ტარო გეუნებათ და სამყარო რომ არაფერი საჩიში არ არის, აგერვიანი პენტაკლებშიც გადიხართ და ნახეთ რამხელა სიძლიერეში შედიხართ. ისევ ინტერნეტი, ისევ სოციუმი, ისევ აქეთ-იქეთ სივები ვისაც გაგზავნილი გაქვთ, ხელოვნება, ასე და ასე, იმღერა და ასე შემდეგ, ვინც სახლიდან მუშაობთ. აი ეს ახალი ინგრედიენტები, ახალი სწავლა, განათლება, ძალიან დიდ ძალაში შედიხართ, ფულში, რა თქმა უნდა, ბიჭებო, ქალბატონები დაგეხმარებიან, შეიძლება დედაც იყოს თქვენი, ან უფროსი ქალბატონი თქვენზე, ან ნუ თქვენი თანატოლიც ესე შეიძლება იყოს, ხო? ნულიდან დაიწყებთ ყველაფერს, მაგრამ იმხელა გაწევა იქნება სასამართლოში, სასამართლო პროცესებიც მოგება იქნება და ვისაც ეს აქტიურია და გესაჭიროებათ, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ, წრე შეიკრება, მოდი ესე ვთქვათ, მაგიური წრე, მამაკაცზეა შეიძლება მამაკაცია სასამართლო პროცესები ან მამაკაცთან დაკავშირებით გაქვთ სასამართლო პროცესები და აქ წმენდა იყო და მიმდინარეობს ან გაიწმინდეთ. გაიწმინდება, წინ გამოვა ეს ყველაფერი მამაკაცისგან აი ეს მამაკაცი, როგორ იცით, დაკმაყოფილდება, ნუ ეგრევე არა, რაღაცა ცოტა დრო უნდა, მაგრამ იქნება ახალი ნაბიჯები, ახლა ტუზი კვერთხები სხვას არაფერს არ გვეუბნება, ხო? სიძლიერეში შედის და აი ეს სამსახურეობრივი პროცესი შეიძლება, ნოტარიუსი შეიძლება, ადვოკატურა შეიძლება, აი ესეთი ოფისის საქმეები, ხო? შეიძლება თქვენი შვილები, გოგოებიც არიან, ხო? მუშაობენ. შეიძლება მამაც ეხმარება, შეიძლება თასების მეფე ამოვიდა და დაგეხმარებათ. აი ეს იქნება წინ გაწევა იქნება და გამარჯვება იქნება. აი რაც ნგრევას დაუნგრევია, უყურეთ, სიყვარულს უშენებიაო და აი ნახეთ, გამოდიხართ, აი ამ მესამე თვალი აგეხილებათ, გოგოებო, ბიჭებო, რამხელა სიძლიერეში შედიხართ, უყურეთ, რამხელა სიძლიერეში შედიხართ. აქ გოგოებო, რას მეუნებიან, იცით, ზოგი მამაკაცის გამო და ზოგმა დაკარგეთ ეს სამსახური, თვითონ კარიერა, იმიტომ რომ თქვენ არასწორად დაეხმარეთ, არასწორად გაეცით ფულადი ენერგია და მერე სითარსე მოხდა, ხდება ხოლმე ესე, რომ თვითონ ბლოკავ ადამიანს
ადამიანი შენს ფინანსურ არხებს. ესეთი რაღაცებიც ხდება. დაუკვირდით, ვის ასესხეთ, ვის გაეცით, ვის დაეხმარეთ, დიდი თანხებია თუ პატარა თანხები. ცოტა თავი შეიკავეთ ხოლმე და თქვენს თავზე იზრუნეთ. მადლობა. ეხლა მოდი გადავიდეთ სიყვარული ვნახოთ, ხო? ვნახოთ თქვენი სიყვარული, გოგოებო, ბიჭებო. რას გვეტყვის აბა სამყარო? რა ხდება თქვენს სიყვარულში? ჯერჯერობით ჰარმონია, რაღაცაა გასაიდუმლოებული, ან საიდუმლო სიყვარული, ან ურთიერთობა გაქვთ გასაიდუმლოებული, ჟღურტულებთ, იდილია არის და რა არის, იცით? აქ არის, ეხა გეტყვით, რაღაცა ცოტა შიში ამოდის, აქ არის ფარული ურთიერთობა პირველ ხაზზე და აქ მერე შეიძლება დამთავრდა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ საერთო ახლობლები საერთო ხო აი ესეთი რაღაცა ამოდის შეიძლება თქვენს სახლთან ერთ ახლოს ცხოვრობდნენ თქვენს ეზოში თქვენ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მერე შემოდის ახალი მამაკაცი ან შეიძლება იგივე მამაკაცი მოbrunდეს არ გამოვრიცხავ ჯანმრთელობა ჯანმრთელი სიყვარული კარგი საუბარი ფული ფინანსები ჩემო კარგებო ორსულობაც ამოდის ვისაც ორსულობა გინდოდათ და დიდი ხანი ეს არ იყო ხო და ისა გამოდის ნახეთ როგორი შერიგება ვისაც გსურთ ესე იგი გვეუბნებიან რომ აუცილებლად იქნება წერილობით რაღაცა ესე იგი ისეთ წერილს მიიღებთ SMS ან თქვენ გაგზავნით ან მამაკაცი გამოჩნდება რომ აი კულმინაციაში შევა თქვენი ურთიერთობა ბავშვებიც იქნება რა ორსულობა აქაც იგივე ბარტყია ნახეთ ორსულობა და გამრავლება იქნება აუცილებლად ამ ორსულობაზე იყო პორჩა დადებული და შვილები და ასე შემდეგ იქნება აუცილებლად იქნება მამაკაცებო თქვენთანაც ესე იქნება ეს თქვენს გეხებათ რაც ახლა მე ვისაუბრე აბა კიდე პირად სიყვარულში რა ხდება აქ მეგობარი მოცუნცულებს სიყვარულით აქ კიდე გცუნცულებს თქვენი სიყვარული გამყარდება ჩემო კარგებო არის კარმული თქვენ უნდა იყოთ ერთად ბევრ ვარიანტს ესე აგიხდებათ კი აი ნამდვილად ქალბატონი ბიჭებო და გოგოებო ბიჭებო თქვენ ქალბატონები ნახეთ ოპა და სახლი გენაცვალე აჰა სახლი და მოდის პრინცი აი უყურეთ და ეს თავი ვისაც გქონდათ არეული ხო თავი ვისაც გქონდათ არეული ესე იგი რას გვეუბნება ახლა აქ ხო წერილობით ვთქვით მეგობარს შეიძენთ შეიძლება ახალი ნაცნობობა იყოს შეიძლება გასეირნება გამგზავრება იყოს გზების გახსნა სიყვარულში რაც ბლოკი იყო ანუ დამყარდება რა ჩაერჭობა ეს გაუგებრობებია ეს კინკლაობა შეიძლება აქ ბლოკიც იყო დადებული აი აქ მე არ გამოვრიცხავ აი ამ სიტუაციაში დაბლოკილი გყავდათ ერთმანეთი აქ თქვენი ურთიერთობა კარმულია მაგრამ უნდა იყოთ ერთად ძალიან კარგად ამოდის ესე იგი არის გენაცვალეთ მარტო აღარ იქნებით აქ გელოდებათ ქალბატონი მამაკაცებო ქალბატონი გელოდებათ მარტო რომ თქვენსავით მარტოა ესეც უყურეთ სიყვარული ენატრება ნახეთ სიყვარული ენატრება და ერთმანეთს უყურებთ ხედავთ ერთმანეთს უყურებთ რა არის გზების გახსნა ლტოლვა სიმხურვალე ხო მზის ენერგია მოდის გენაცვალე ლილია უსასრულო ბედნიერება ჩემო კარგებო და გასაღებით გაიღება ეს მარტოობა ბედი გაიღება და რაზეც თავი გტკიოდათ და თქვენ აი შემოგზავნილი თქვენ რომ მარტო იყოთ მოკლედ და ვიღაცა აქ შეიძლება ბედნაცვალ მამაკაცმა გოგოებო თქვენ გაგიკეთათ რაღაცა ცოტა თქვენზე არასწორად ფიქრობდა და ანუ სუ ფიქრობს და შეიძლება წარსულიდან და აი ეს გიშლიდათ ხელს რაოდენად საკვირველი არ უნდა იყოს მისი ფიქრებითაც
ან რაღაცა ჩაკეტვა გააკეთა, მაგრამ იხსნება უკვე უყურეთ, ეს წრიული მოძრაობა იხსნება, ნახეთ, წრიული მოძრაობა იხსნება და თქვენ ერთმანეთს უყურებთ. მოდის კიდე ახალი ნაცნობობა, სახლში მოდის, სახლში უყურეთ, სახლში მოდის პრინცი მოდის სახლში, ეს მარტოობა ჩაკეტილი იხსნება და ძალიან ძლიერი და კარგი ურთიერთობა გექნებათ. ვაუ, მშვენიერია და ასე იყოს. მე ნინიამ როგორც ვთქვი და ასეც იქნება. მეგობრებო, მე არ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გამოიწერეთ არხის სტუმრებო, რომ რეზონირდეს. ნახვამდის.